Good to see you again. Good to see you. Hello. Hello. Yeah. Yeah. Hello. You again. Good to see you. Yeah. Hello. Please have a seat. Warm welcome to NATO. And first of all, ეს არის ფაქტიურად ბოლო მინისტერიალის სამიტის წინ, ამიტომ მისი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. დღევანდელ ვახშამზე, რომელზედაც ნატოს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, გენერალური მდივანი და სხვა პირები შეიკრიბებიან, იქნება საუბარი იმაზე, თუ რა გზავნილებით მიდიან უელსის სამიტისკენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რაც ითქმება დღეს არის საბოლოო გადაწყვეტილება და მომავალი 2 თვის განმავლობაში არაფერი არ შეიცვლება. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე გენერალურ მდივანთან, რომელიც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, რადგანაც იყო სწორედ ამ ვახშმის წინ, თუ რა არის საქართველოს მოლოდინი, რა არის საქართველოს ამბიცია, რომ ეს არის ნატოს წევრობა და ამ წევრობის გზაზე ინტეგრაციული ნაბიჯების გადადგმა. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პარტნიორი და ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პარტნიორობა გაღრმავდეს. მაგრამ მე შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრესის ადეკვატური ასახვის მოლოდინი და უფლება, რომ ეს მოლოდინი გქონდეს და რომ ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. გენერალური მდივანი აბსოლუტურად ეთანხმება ამ პოზიციას, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მან მომილოთ საწარმოებით ჩატარებული არჩევნები, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც პარასკევს გაიმართება და ასე ვთქვათ, ყველაფერ ამაში მან დაინახა ის პროგრესი, რომელიც საქართველომ მიაღწია და ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად უნდა იყოს ასახული ნატოს მხრიდანაც. ამიტომ ნახოთ, რომ გავუსწრებთ მოვლენებს, ხვალ არის ISAF-ის მინისტერიალი, ამ მინისტერიალის განმავლობაში მე კიდევ მექნება ბევრი შეხვედრა კოლეგებთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პორტუგალიის, ლიტვის, ესტონეთის, თურქეთის და სხვებთან და მე ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ იქნება ძალიან წარმატებული კვირა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის.